ძვირფასო ტელემაყურებლებო, დღეს ჩვენ ვაგრძელებთ გადაცემას ფაზისის აკადემიის კვლევები. მე გახლავართ გია კვაშლავა, ფაზისის აკადემიის პრეზიდენტი, მათემატიკის დოქტორი, ეკონომიკის დოქტორი, ამ გადაცემის წამყვანი და ავტორი. დღეს ჩვენ საუბარი გვექნება ძალიან მნიშვნელოვან თემაზე, რომელიც ჩვენ რამდენჯერმე შევეხეთ წინა გადაცემაში, მაშინ ჩვენ საუბრობდით ვაზის თემასთან დაკავშირებით, ანუ ვაზი საქართველო როგორც არის ერთ-ერთი დამოუკიდებელი კერა ნეოლითურ პერიოდში და ჩვენ უკვე ახალი ამბავი გვაქვს ქართველებო, ეს არის დიდად მოსალოცი ამბავი, რომ ამერიკის ეროვნულმა აკადემიამ, რომელშიც წარადგინა აკადემიკოსმა დავით ლორთქიფანიძემ 2025 წლის 30 დეკემბერს და წარდგენა დამტკიცდა 2026 წლის 23 მარტს და გამოქვეყნდა 2026 წლის 27 აპრილს შემდეგი საკითხი, შემდეგი დასათაურებით. პურის ხორბლის წარმოშობის დამოუკიდებელი კერა საქართველოს ნეოლითურ პერიოდში, ჭრილებში სამხრეთ კავკასია. ჩვენ ამაზე ვსაუბრობდით ადრე, როგორც ვთქვით, ვაზი უკვე ღვინის სამშობლო, ეს უკვე გამოცხადებული იყო წინა 2017 წელს, ასევე ამერიკის ეროვნულ აკადემიის სამეცნიერო ნაშრომში, ეს მაშინ ძალიან დიდი მოვლენა იყო და ახლა ეს არის მეორე დიდი აღიარება, რომ პურის ხორბლის წარმოშობის სამშობლო ერთ-ერთი დამოუკიდებელი კერა საქართველოა. ამ კვლევაში მონაწილეობენ საქართველოს ეროვნული მუზეუმის მეცნიერები, დავასახელებ ნანა რუსიშვილი, მინდია ჯალაბაძე, მარინე მოსულიშვილი და სხვები. როგორც ვთქვით, ბატონი დავით ლორთქიფანიძე ხელმძღვანელობს, ასევე არის უცხოელი მეცნიერები აქ. ნიშნულობა რა აქვს ამას? ესე იგი, წინა გენეტიკური კვლევებით დადგინდა, ანუ მიუთითებს, რომ პურის ხორბალი წარმოიშვა დაახლოებით 8000 წლის წინ. მისი ველური წინაპრის, რომელსაც თავისი დასახელება აქვს, გავრცელება აჩვენებს, რომ სამხრეთ კავკასია, კერძოდ საქართველო, ან სამხრეთ-დასავლეთ კასპიის რეგიონი მისი წარმოშობის ყველაზე სავარაუდო კერაა. წარმოდგენილია ნაშრომში, პირველად მოყვანილია პირდაპირ არქეოლოგიური მტკიცებულება, როგორც პურის ხორბლის, ასევე იმ ძველი მარცვლების შესახებ, რომლებიც აღმოჩენილია ზუსტად დათარიღებულ ნეოლითურ კონტექსტში დაახლოებით 8000 წლის წინ საქართველოს ტერიტორიაზე შულავერის შოუმეთეფეს კულტურასთან დაკავშირებულ ძეგლებზე. ეს აღმოჩენები ამ რეგიონს ამყარებს როგორც პურის ხორბლის ადრეული მოშინაურების ერთ-ერთი ძირითადი ცენტრი, ანუ სელექცია მოხდა, რაც ემთხვევა ასევე ვაზის ადრეული, ესე იგი, მოშინაურების მონაცემებს. ყოველ შემთხვევაში სელექციას გამოყვანას, რომ ის გახდა უკვე გამოსაყენებელი მცენარე. პურის ხორბალი დღეს მსოფლიოში ყველაზე ფართოდ გავრცელებული ხორბლის სახეობაა. მიუხედავად ამისა, მისი წარმოშობის კვლევა შედარებით ნაკლებად იყო ფოკუსირებული კონკრეტულად ამ სახეობაზე. ჩვენ ამ ინფორმაციას გავწვდით სიტყვასიტყვით ამ ნაშრომიდან, რომელიც გითხარით, გამოქვეყნდა 27 აპრილს, ახლა 2 დღის წინ ამერიკის ეროვნულ აკადემიაში. ანუ რაზეც ჩვენ ახლა ვსაუბრობთ, ეს არის სწორედ ამ ნაშრომიდან აღებული ამ ძვირფასი ქართველი მეცნიერების დამსახურებით. მინდა გიამბოთ ის, რომ ჩვენ ადრე ვსაუბრობდით ხორბლისა და ვაზის ქვეყანაზე, ყოველ შემთხვევაში იყო ერთი არასწორი შეხედულება საერთოდ ქართულ მეცნიერებაში, ზოგი, რა თქმა უნდა, მეცნიერებაში ყოველთვის საჭიროა ეჭვის დაყენება, მაგრამ როცა ფაქტობრივი მასალა, როცა არქეოლოგიური მასალა არსებობს, ეს დიდი ხნის წინ უნდა გაკეთებულიყო. რა ვქნათ, დაიგვიანა საქართველო ბევრ რაღაც საკითხებში, მაგრამ განსაკუთრებული მადლობა უნდა უთხრა საქართველოს ეროვნულ მუზეუმის დირექტორს
ბატონ დავით ლორთქიფანიძეს. მას ეს ორი თემა ვაზისა და ანუ ღვინის სამშობლო და მეორე ხორბლის სამშობლოს შესახებ გამოცხადება, რომ სამშობლოა საქართველოს სამეცნიერო ნაშრომით, რომელიც დაიბეჭდა მრავალ მეცნიერთან ერთად მისი ორგანიზებით მოხდა. იშვიათად ხდება საქართველოში მსგავსი მეცნიერული ნაშრომების ხელშეწყობა და აი ბატონი დავით ლორთქიფანიძე ამერიკის ეროვნული აკადემიის წევრი გახლავდა, ამას აქვს დიდი მნიშვნელობა, რომ სამეცნიერო ნაშრომი წარადგინოთ ამერიკის ეროვნული აკადემიის ყველაზე მაღალ რეიტინგიან სამეცნიერო ნაშრომში. ფაქტობრივად რომ გითხრათ, ერთი ნაბიჯია, როცა მეცნიერი რამდენიმე ნაშრომს გამოაქვეყნებს ამერიკის ეროვნული აკადემიის ნაშრომში, ეს ჯერ ინტერნეტის სახით იდება და მე ალბათ გადაიცემა შემდეგ ქაღალდის სახით. ყოველ შემთხვევაში ეს არის ერთი ნაბიჯი ნობელის პრემიად. მე ახლა იმას არ ვამბობ, რომ ხორბლისა და ვაზის საკითხთან დაკავშირებით ნობელის პრემია გაიცემა, მაგრამ მე ვამბობ იმას, რომ აი ესეთი მაღალი რეიტინგის მქონე სამეცნიერო ნაშრომია, რომელიც იბეჭდება ამერიკის ეროვნულ აკადემიაში. კიდევ ერთხელ ვულოცავ საქართველოს ეროვნულ მუზეუმს, წარმატებულ მუშაობას და ბატონ დავით ლორთქიფანიძეს. აი ეს არის მეცნიერების პოპულარიზაცია, როგორც სამეცნიერო ნაშრომების წარმოდგენით, ასევე როგორც ერთგვარად საბიზნესო სისტემაში გადასვლა. ამას ძალიან დიდი რამ მოყვება შემდეგში, რომ საქართველოს ღვინის სამშობლოა და ხორბლისა ჩვენ დიდი ხანია უკვე ვიცით ქართველი მეცნიერების კვლევებით. ეს მარტო იყო შიგნით ცნობილი საქართველოში ვიწრო დარგის სპეციალისტებისთვის. მაგალითად, ნელი ბრეგაძეს ნაშრომი არსებობს საინტერესო და მრავალი მეცნიერი, რომელიც მუშაობდა ამ ხრივ, როგორც ხორბალზე და ასევე ვაზზე. რამდენიმე თვეების წინ, განსაკუთრებით 2025 წელს, იუნესკომ აღიარა ხორბლის ერთ-ერთი სახეობა კულტურული მემკვიდრეობის სიაში ჩაწერა, მაგრამ რომელსაც ახლა ჩვენ ველოდით, ეს არის დიდი სიხარული, რომ ეს მოხდა, რომ ამერიკის ეროვნულ აკადემიაში გამოქვეყნდა ესე იგი პურის ხორბლის შესახებ ნაშრომი. მე ერთი ამასთან დაკავშირებით არა, უფრო ვაზთან დაკავშირებით მინდა გავიხსენო, 2017 წელს სამეცნიერო კონფერენციით ვიყავი კემბრიჯის უნივერსიტეტში. კონფერენციის დასრულების შემდეგ ასეთი ტრადიცია არის, რომ ესე იგი მონაწილეები შეიძლება გაისერნონ მდინარე კემზე და აქ საუბრები მიმდინარეობს მეცნიერებს შორის. ნავში ჯდება 3 ადამიანი და ერთმანეთს ესაუბრებიან და იყო ესეთი შემთხვევა, რომ ერთ-ერთმა მეცნიერმა, მე მახსოვს, რომ ისე ამერიკელი იყო, კითხა, თქვენ საიდან ხართ? ეს კითხვა, როცა ამ კითხვას ყოველ შემთხვევაში მიმდინარეობს ამ კითხვის დასმა, ყოველთვის არის ჩემთვის ძალიან ცუდი ემოციის მქონე, იმიტომ რომ არიციან საქართველოს, როცა ეკყვი რომ ჯორჯია არის, ვერ აგებინებ. მათ გონიათ რომ ამერიკის შეერთებული შტატების ერთ-ერთი ეს შტატია, ჯორჯია. ხო და ამის გამო ძალიან გამიჭირდა რომ მე თქვა ამეხსნა და თითქოს რაღაცა პაუზა ჩამოვარდა. ამ პაუზის პერიოდში მეორე რომელიც ჩვენთან ერთად იჯდა ამ ნავში გახდათ დელის უნივერსიტეტის პროფესორი და მან უამბო ყველაფერი, რომ ეს ბატონი გახლავთ საქართველო არის კავკასია ღვინის სამშობლოს ქვეყნიდანო. იმდენად გამიხარდა, იმდენად გაიხარა ჩემმა შინაგანმა ძალამ, რომ არ ველოდებოდი ასეთ რაღაცას და ამ დროს ვეკითხები ამ ინდოელს, თქვენ საიდან იცით ეს ყველაფერი? აი სწორედ გუშინ წინ გამოქვეყნდაო
ამერიკის შეერთებული შტატების აკადემიის ეროვნული აკადემიის სამეცნიერო კრებულში ნაშრომი ვასთან დაკავშირებით, ღვინოსთან დაკავშირებით და წავიკითხავდა ეს ვიცი. აი სწორედ ცნობადობისთვის, როგორც მაღალი რეიტინგის მქონე სამეცნიერო ჟურნალს აქვს ძალიან დიდი მნიშვნელობა მსოფლიო მასშტაბში, რომ მეცნიერი, რომელიც არის მაღალი რანგის, მას ყოველთვის ჭირდება დახმარება. ამ შემთხვევაში ბატონი დავით ლორთქებანიძე თავის თვითონ მუშაობს, იმიტომ რომ მას აქვს გავლენები მსოფლიო მასშტაბით და ამ როგორც ვთქვით, ამერიკის ეროვნული აკადემიის წევრი გახლავთ. ამერიკის ეროვნული აკადემიის წევრი კიდე იყო აკადემიკოსი თამაზ გამყრელძე. იშვიათი შემთხვევაა ეს, როცა საქართველოსდან ამერიკის ეროვნულ აკადემიაში იყოს არჩეული. მე როგორც ვიცი, მხოლოდ ორია. ერთი ბატონ თამაზ გამყრელძე იყო და მეორე არის აკადემიკოსი დათო ლორთქებანიძე. დღეს ჩვენ ამ თემაზე არ გვინდოდა საუბარი, მაგრამ რადგანაც სიახლე იყო და დროის ფაქტორიც შეზღუდული იყო ამ გადაცემის რიგი ტექნიკური მიზეზების გამო, გადავწყვიტეთ, რომ ეს გვესაუბრა. ჩვენ საერთოდ ვაგრძელებდით საუბარს მოდელთან დაკავშირებით, მათემატიკურ მოდელთან დაკავშირებით. პელაზგური სამეცნიერო ჯგუფი, პროფესორი თემურ ჩილაჩევა, გია კვაშილოვა და პროფესორი გიორგი ფოჩხვა ჩვენ მუშაობთ ერთად. სწორედ პროტოკართველური მოსახლეობის ტრანსფორმაციის მათემატიკურ და კომპიუტერულ მოდელებზე და აი ეს უკვე ჩვენ ერთად წარვადგინეთ საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენციაზე, ეს მათემატიკოსთა კონფერენცია იყო კრეტაზე და სხვაგან მნიშვნელოვან ნაშრომებში დაიბეჭდა, მაგრამ განსხვავება ის არის ძვირფასო კოლეგებო, რომ ჩვენ ამას ვაკეთებთ ჩვენს ენთუზიაზმზე, ანუ ჩვენი პირადი ნაცნობობით, ანუ ფინანსური მხარდაჭერა ამ მხრივ ჩვენ არასოდეს არ გქონია, ну ცალსახად რომ იყოს მხარდაჭერა შესაბამისი დაწესებულებიდან, იმიტომ რომ აი ასეთი მხარდაჭერა როცა იქნება, ეს ამ შემთხვევაში ბატონი დავით ლორთქებანიძის თავისი პირადი ნაცნობობა და ურთიერთობა, ანუ ამერიკის ეროვნული აკადემიის წევრი როცა არის, მას პირდაპირ შეუძლია ხელი მოაწეროს ახალ ნაშრომს და ის ქვეყდება. და ჩვენთან დაკავშირებით, რომ რიგი სამეცნიერო ნაშრომები ამ რეიტინგულ ჟურნალებში რომ გამოქვეყნდეს, ამას სჭირდება შესაბამისი პატრონი, მხარდაჭერა, რომელიც ჯერჯერობით არ არის. მხარდაჭერაში ჩვენ გულისხმობთ იმას, რომ ეს არის ნამდვილი და არა გადამეტებული, რომელიც ჩვენ ზოგჯერ გვესმის Facebook-ზე, გადამეტებული რაღაც არამეცნიერული საქართველოს საკითხებთან დაკავშირებით, როგორც კარგი გვესმის, ასევე ამ დროს ჩვენთან ხდება ყოველთვის უარყოფითი, არასწორი, არამეცნიერული მოსაზრებების გაჟღერება Facebook-ზე. დღეს ყველა შეუძლია კლავიატურაზე თითები აკრიფოს და წერტილი ძიმის გარეშე დაბეჭდოს თავისი ყალბი მოსაზრებები. ნუ ყოველ შემთხვევაში ახლა ამაზე არ მინდა. ეხლა გავაგრძელოთ. ნუ ყოველ შემთხვევაში ჩვენი კვლევა, მათემატიკური და კომპიუტერული მოდელირება, ეს არის ყველა ამ მიმართულებით, რომელიც არის ვაზის კულტურის გავრცელება, ხორბლის კულტურის გავრცელება, ეს არის მიგრაცია. ჩვენ ამას ხსნით მათემატიკურად. მათემატიკა გვაძლევს იმ მნიშვნელოვან ინფორმაციას, რასაც არქეოლოგია და რასაც ისტორია შესაბამისად არ გვაძლევს. აი ეს წყვეტა, რომელიც ზოგჯერ არის არქეოლოგიურ მონაცემებში ან ისტორიულ წერილობით წყაროებში, აი ამის აღდგენას, ამისი ამ შავი წერტილების განათებას, ასე რომ ვთქვათ, აკეთებს მათემატიკა. ეს მოდელი, რომელიც შეიმუშავა პროფესორმა თემურ ჩილაჩავამ, ეს არის ინოვაციური და ერთადერთი, ასე რომ ცალსახად ვთქვათ, ინსტრუმენტი ასეთი საკითხების შესწავლისათვის. ჩვენ არა მარტო ამ მიმართულებით ვგეგმავთ, ანუ ძალიან მნიშვნელოვანი ნაშრომების შექმნას ვაპირებთ და მუშაობთ, მომავალში ამაზეც გავაჟღერებთ. პურის ხორბლის გენეტიკა სავარაუდოდ წარმოიშვა ძველი წელთაღრიცხვის 6000 წელს, ანუ დღიდან 8000 წლის წინ. ესე იგი, დიპლოიდური და გადაჯვარედინა უკვე მოშინაურებით ტეტრაპლოიდური ხორბალთან, რის შედეგად წარმოიქმნა
ჰექსაპლოიდური ხორბალი. ნუ ეხლა ეს ტერმინები აღარ მინდა თქვენ გადაგტვირთოთ. დადგენილია, რომ ახლა ტერმინებს გამოვტოვებ, უძველესი ხორბლის ერთ-ერთი სახეობა, წარმოშობის ცენტრი არის სამხრეთ კავკასია, კასპიის სამხრეთ დასავლეთ რეგიონი. საქართველოში წარმოდგენილია მისი ყველა ძირითადი გენეტიკური ხაზი და ეს დაბეჭდილია ნაშრომში, როგორც ვთქვით, ამერიკის ეროვნული აკადემიის სამეცნიერო ნაშრომში 27 მარტს, უკაცრავად 27 აპრილს გამოქვეყნდა 2 დღის წინ. ეს გარემოება კიდევ უფრო აძლიერებს იმ ჰიპოთეზას, რომ სწორედ ეს რეგიონია პურის ხორბლის წარმოშობის ერთ-ერთი მთავარი კერა. სწორედ ეს გვაძლევს იმის საშუალებას, რომ მიგრაცია იწყება, იმიტომ რომ საჭიროება, ახლა ეკონომიკურად რომ ვიფიქროთ, მოთხოვნა მიწოდების თვალსაზრისით საჭიროება გახდა, მაშინ მსოფლიოსთვის, ძველი მსოფლიოსთვის ხორბლის ათვისება და ვაზისა, ამიტომ მიგრაცია ერთგვარად ხდება. ამას გამყრელიძე ივანოვი წერენ, რომ ხორბლის სახეობები აუცილებლად გადადის მცირე აზიაში, მცირე აზიიდან კი ევროპაში, იმიტომ რომ ამაზე მოთხოვნილება არის. ჩვენ ამაზე წინათ საუბრობდით ადრეც, სოფლის მეურნეობის წარმოშობა ეს არის მნიშვნელოვანი, ანუ ნეოლითიური რევოლუცია, ანუ პირველი ეკონომიკური რევოლუცია, აი სწორედ ის პერიოდია, როცა ჩვენ მათემატიკური მოდელით 7500 წელი, ანუ 7000 წელი დღეიდან ქრისტესშობამდე 5000 წელი, აი ეს მოდელი ძალიან მნიშვნელოვანია და სასიხარულოა ჩვენთვის, რომ მსგავსი თემები უკვე ჟღერდება მსოფლიო მასშტაბით. როგორც ვთქვი, სოფლის მეურნეობის წარმოშობა უკავშირდება ერთმარცვლიან ხორბლის და ეს დაახლოებით დათარიღებულია 12000 წლის წინ, ანუ ქრისტესშობამდე 10000 წელი და მეორე არის ემერის ხორბალი 8000 წლის წინ, ანუ ქრისტესშობამდე 6000 წელი. თუმცა პურის ხორბლის შესახებ ზუსტი არქეობოტანიკური მონაცემები ნაკლებად არსებობდა. ამ კვლევებში, ყოველ შემთხვევაში ამ კვლევაში ნაჩვენებია, რომ სამხრეთ კავკასიაში აღმოჩენილი მასალა წარმოადგენს პურის ხორბლის ერთ-ერთ უძველეს მტკიცებულებას. მისი წარმოშობა უკავშირდება იმ რეგიონს, სადაც თან არსებობდა ტეტრაპლოიდური ხორბალი და მეორე სახეობის, რომლის უძველი სახეობა, რომლის სახელიც ახლა არ გვიდა, იმიტომ ტერმინების ძალიან გადატვირთვა არ იყოს, სამხრეთ კავკასიის ნეოლითური პერიოდი. ნეოლითურ პერიოდში კლიმატი გახდა უფრო ნოტიო და ხელსაყრელი სოფლის მეურნეობის განვითარებისთვის. ქვემო ქართლში ტემპერატურა ახლო იყო თანამედროვე მნიშვნელობებთან, რიცხვებთან 9-12 გრადუსი პლუსი. შულავერის შოუმთეფეს კულტურა ძველი წელთაღრიცხვის 6500-5300 წლებით დათარიღებულ მოიცავდა განვითარებულ მიწათმოქმედებას და ადგილობრივ მოსახლეობას მოყავდა ხორბალი, ქერი და ვაზი. აი ეს ძირითადად სამი კულტურა არის მნიშვნელოვანი. დასახლებები შედგებოდა მრგვალი ნაგებობებისგან, ქვის იარაღებისა და მარცვლეულის გადამუშავების სისტემებისგან. კვლევების ძირითადი შედეგები გათხრებმა აჩვენა, რომ აღმოჩენილია პურის ხორბლის მარცვლები და ხეროს ფრაგმენტები. მათი მორფოლოგიური ნიშნები ზუსტად შეესაბამება იმ ძველ სახეობას, რომელზეც საუბარია სამეცნიერო ნაშრომში. მე ამ სამეცნიერო ნაშრომიდან მთლიანად ციტირებას ვერ ვახდენთ, იმიტომ რომ აუცილებლად არ წარმოადგენს თქვენ შეგიძლიათ წაგითხოთ და ახლა უკვე მე ფიქრობ, რომ Facebook-ზე საკმაოდ გავრცელდა დღეს Facebook-ზე გაზიარება ამ ნაშრომის შესახებ და თქვენ შეგიძლიათ პირდაპირ Google-ის მაძიებელში იპოვოთ ეს. ასევე აღმოჩენილია რიგი სხვა მნიშვნელოვანი მარცვლები. რადიოკარბონული დათარიღება ეს გააკეთა ვაისმანის მეცნიერებათა ინსტიტუტმა და დაადასტურა, რომ პერიოდი ძველი წელთაღრიცხვის 5900-5800, ანუ დღეიდან 7900-7800 წელი. აი სწორედ ჩვენ რაზეც მათემატიკურად მჯელობდით პელაზგური სამეცნიერო ჯგუფი, ბატონი თემურ ჩილაჩავა, მე და გიორგი ფოჩუა მუშაობთ. აი სწორედ ამ ტიპის მოდელი გაკეთდა, პროტოქართველური მოსახლეობის ტრანსფორმაცია, მისი დინამიკა, სწორედ ასეთ საკითხებთან არის დაკავშირებული და ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი ქართული მეცნიერების კიდევ ერთი დიდი აღიარება.
მნიშვნელოვანი დასკვნა პურის ხორბლისა და უძველესი ერთ-ერთი პურის სახეობისა ერთობლივი არსებობა იმავე არქეოლოგიურ ფენაში მიუთითებს, რომ ამ რეგიონში შეიძლებოდა მოხდარიყო მათი ბუნებრივი ჰიბრიდიზაცია. ამიტომ ქვემო ქართლი შეიძლება ჩაითვალოს პურის ხორბლის წარმოშობის დამოკიდებელ ცენტრად. ჩვენ პროფესორ ნელი ბრიგაძის ნაშრომიდან ვიცით, რომ ლეჩხუმი არის კიდევ ერთ-ერთი ცენტრი ამ მხრივ და კიდევ ბევრი სამუშაოა ამ მხრივ მეცნიერებაში და დიდი შედეგები კიდევ გამოვლინდება. დასკვნა ასეთია. კვლევის მიხედვით პურის ხორბლის წარმოშობა დაახლოებით 8000 წლის წინ დადასტურდა საქართველოს ტერიტორიაზე. მისი გენეტიკური და არქეოლოგიური მონაცემები ერთმანეთს ემთხვევა. სამხრეთ კავკასია, კერძოდ საქართველო წარმოადგენს პურის ხორბლის და ვაზის ადრეული მოშინაურების მნიშვნელოვან ცენტრს, ანუ მთელი მსოფლიო და აი აქედან გავრცელდა აღნიშნული აღმოჩენა წარმოადგენს პურის ხორბლის არსებობის ყველაზე ადრეული ფიზიკურ მტკიცებულებას მსოფლიოში. სწორედ როგორც ვთქვით რამდენიმე წუთის წინ, აი ამ კულტურაზე მოთხოვნა და მიწოდება განაპირობა მიგრაცია და მიგრაცია სამხრეთ კავკასიიდან პირველი შტო წავიდა პელაზგების სახით, ასე პირობითად დავარქვათ, სამხრეთ ევროპის ნაწილში და ქართველი მეცნიერები, კლასიკოსი მეცნიერები, ქართველი ისტორიკოსები, ივანე ჯავახიშვილი, სიმონ ჯანაშია, ნიკოლოზ ბერძენიშვილი, აი ამას ვარაუდობდნენ თავიანთ ნაშრომში. მრავალი ქართველი მეცნიერი ამ საკითხზე ჯელობდა არა ხორბლისა და ვაზის მხრივ, მაგრამ სხვა ტექსტობრივ მონაცემების ანალიზის შედეგად, ხოლო ეს არის პროფესორი აკაკი ურუშაძე, აკადემიკოსი თინათი ყაუჩიშვილი, აკადემიკოსი რისმა გორდეზიანი და სხვები, ასევე ამ მხრივ ჩვენს გვაქვს მნიშვნელოვანი ნაშრომები, პროფესორ ნანა შენგელაიას აქვს ძალიან საინტერესო ნაშრომები ამ მიმართულებით და უამრავია პროფესორ მიხეილ წერეთელის ნაშრომები. ეს უკვე ძირითადად ეხება აღმოსავლეთ ნაწილს, ანუ აღმოსავლეთში მიგრაცია დაიწყო. ჩვენ რამდენჯერმე გაჩვენეთ პრაქტიკოსი მეღვინის ჰოლანდიური წარმოშობის ამერიკელი მეცნიერის წიგნიდან, რომელიც ხშირად ძალიან გამოყენებულია რუკა ღვინის გავრცელების კულტურის შესახებ რუკა მოცემულია, ჩვენ ამას ბევრჯერ საუბრობდით და აქვე მინდა დავასახელო პროფესორი იამ PPS ჯგუფი, რომელმაც იმუშავა ამ მიმართულებით და მისი სამეცნიერო ნაშრომები გამოქვეყნებულია მის ჯგუფთან ერთად. ფაქტობრივად ძვირფასო ტელემაყურებლებო, საქართველოს სჭირდება ის სწორი გზა, მეცნიერული სწორი გზა. ჩვენ არ გვჭირდება ის, რაც არ არის არასწორი. არ გვინდა ის. ჩვენ ისეთი მნიშვნელოვანი, რომ თქვათ ასეთი მეცნიერებაში ოქრო გვაქვს, ამაზე უფრო მეტი რა უნდა იყოს, როცა ფაქტობრივად საქართველო უკვე აღიარებულია ღვინისა და ხორბლის სამშობლოდ. მრავალი სხვა საკითხი, რომელიც აქედან გამომდინარეობს, ჩვენი მათემატიკური და კომპიუტერული მოდელით, ესე იგი პროფესორ თემურ ჩილაჩევას ძალიან დიდი მასშტაბური აზროვნების საშუალებით ეს მოდელი შეიქმნა. ერთგვარად საოცარია, რომ მათემატიკაში ასეთი მოდელი კეთდება და მისი შესაბამისი კომპიუტერული სიმულაციაც არის წარმოდგენილი ჩვენს სამივე კვლევრის ნაშრომში. აი ეს არის საქართველოს ეს გააბრწყინებს მეცნიერული მიდგომა გააბრწყინებს საქართველოს და რატო? აი ჩვენ ვიცით ასეთი სიტყვა საგუნიდან ვუგალობოთ ღმერთსა მეცნიერებით. სწორედ ამ წინადადებასთან დაკავშირებით ბევრმა თითქოს ეჭვი თქვა, რომ ეს წინადადება ასე არ წერია. აი ბევრმა არც იცის, შეიძლება ეს ბევრი მეცნიერიც იყოს, ათეისტიც იყოს, მაგრამ ეს ყველაფერი სამყაროს წესრიგი, რომელიც შეუძლებელია ეს ბუნებრივად ხდებოდეს, ეს ყველაფერი ღმერთთანაა დაკავშირებული.
მე იმ ტიპის მეცნიერი ვარ, რომელიც ღმერთის შემოქმედებას აღიარებს, მაგრამ ისე კი არა, როგორც არამეცნიერულად. ჩვენ ბევრჯერ გვეშლება რელიგიაში რიგი საკითხები. მაგალითად, თუ ვიტყვით, რომ 8604 წლისა დედამიწა, ხალხს გონია, რომ ეს არის ჩვენი აღქმით ეს ჩვეულებრივ 8604 წელი. როცა აგერ 12000 წლის წინ ხორბლის ერთ-ერთი სახეობა დაფიქსირებული. მაგრამ ძვირფასო ტელემოყურებლებო, ბიბლიაში, სალუნებში წერია ასეთი წინადადება, ვითარცა ერთი დღე 1000 წელი. ანუ ადამიანისთვის ეს 8604, რომელიც ღმერთის აღქმით არის წარმოდგენი, შეიძლება უფრო ნაკლები 7604, ანუ ზოგი სხვანაირად ანგარიშოს დაახლოებით ამ ფარგლებში. თქვენ ეს რიცხვი თუ 8604-ს აიღებთ, უნდა გადამრავლოთ ვითარცა ერთი დღე 1000 წელი. ანუ ერთი წელი 365.000 დღეა. ანუ იმაზე უნდა გადაიყვანოთ, ეს რიცხვი არის მონაცემები და რომ გაამრავლებთ, ეს არის ადამიანის წელი უკვე, რომელიც დაახლოებით 3 მილიარდს უახლოვდება. და მეცნიერულად სწორედ 4.5 მილიარდისა დედამიწა. აი ეს არის ჩვენი აღქმა, მეცნიერული აღქმა სამყაროს შემოქმედებისა. აი ეს არის წესრიგი იმისა, რომ ნამდვილი მეცნიერება ამ საფუძველზე უნდა იდგეს. ძვირფასო ტელემაყურებლებო, კიდევ ერთხელ გიხდით ბოდის, რომ დღეს ტექნიკური პრობლემების გამო ჩვენი გადაცემა შეზღუდულად გადის, მაგრამ როგორც შეგვირდით წინა გადაცემაში, ჩვენ გავაგრძელებთ მესამე მათემატიკურ და კომპიუტერულ მოდელზე საუბარს, რომელიც დღეს ვერ შევძელით ამ ტექნიკური ხარვეზის გამო, ამ საკითხთან დაკავშირებით, მაგრამ ძალიან სასიხარულო თემა გაგაცანით, ის რაც ჩვენ ბევრჯერ ფიქრობდით, რომ ეს ასე იყო, ამას ბევრი ქართველი მეცნიერი ამბობდა, ზოგი გულში ამბობდა, ზოგი პირდაპირ ამბობდა და ვინც პირდაპირ ამბობდით, ზოგჯერ ჩვენ დავქცინოდნენ ნამდვილი მეცნიერის მოსაზრება, რომელიც არის ძალიან მკაცრი მათემატიკური, ლოგიკური ანალიზით გაკეთებული. აი ეს რაღაცა ფორმით საქართველოში ნამდვილი მეცნიერის ფასი ჯერ კიდევ არ არის. ვიტყვით ასე თუ ისე ვიტყვით, ეს არ ჩანს. ციტირების ინდექსით უნდა განისაზღვროს მეცნიერი და ჯერ კიდევ არ არის ამით განსაზღვრული. ანუ იერარქია სამეცნიერო სასწავლებლებში, უნივერსიტეტებში ამ მხრივ არ არის განსაზღვრული. პროფესორი, ასოცირებული პროფესორი და ასისტენტ პროფესორი ამ სახით უნდა იქნას არჩეული. ყოველ შემთხვევაში, რა თქმა უნდა, მას ამის გარდა სხვა გამოცდილებაც უნდა ჰქონდეს, სამეცნიერო მოღვაწეობის გარდა პედაგოგიური გამოცდილება სამეცნიერო დარგში, სასწავლებელში, უნივერსიტეტებში, დოქტორატი რამდენიმე უნდა ყავდეს გასწრდილი და ეს არის მეცნიერი. აი ეს ამას ქვია მეცნიერი. დღეს ჩვენთან ეგრეთ წოდებული მეცნიერთა ჯგუფი ჩაებღაუჭა რაღაც ნაწილს და ამის გამო ჩვენთან მეცნიერების წინ წამოწევა ხელშემშლელი ფაქტორად იქცა. აი ამას უნდა მიხედოს ქართულმა სახელმწიფომ, იმიტომ რომ ამ ხერხემალზე დგას საქართველო, უნდა დადგეს ამაზე. საერთოდ ივანე ჯავახიშვილის, მაგალითად ასე ვთქვათ, მის სახელზე უნდა იდგეს. დგას თუ არა დღეს ეს ქვეყანა ამ მხრივ, ეს საკითხავია. მარტო საკონცერტო დარბაზი და ის კი არ არის საბერძნო ნაშრომების გამოქვეყნება ძალიან საინტერესოა შიგნით საქართველოში, მაგრამ მას ძალიან ჭირდება საერთაშორისო მნიშვნელობით კონგრესის ჩატარება. მე არ გულისხმობ საქართველოში ჩატარდეს ეს კონგრესი, არა? გასვლითი კონგრესი უნდა ჩატარდეს ჰარვარდში, ოქსფორდში, კემბრიჯში, სორბონის უნივერსიტეტში, რომის უნივერსიტეტში და სხვა მნიშვნელოვან უნივერსიტეტებში და ასევე აზიაში. აი ასე მიიღწევა წარმატება მეცნიერებაში. აქვე დავასახელებთ, რომ კეიპტაუნის უნივერსიტეტი, რომელიც არის სამხრეთ აფრიკის ქვეყანა და მისი ერთ-ერთი დედაქალაქი,
იქ 4 თუ 5 ნობელის პრემიატი ყავს. სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკა, რომელიც ერთ პერიოდში იყო კოლონია. ჩვენ თან ერთი ნობელის პრემიატი არ არის. მიზეზი იმის გამო კი არ არის, რომ ახლა დაუშვათ მათემატიკოსებს ნობელის პრემიას არ გაცემენ, მაგრამ მე გეუბნებით იმას, რომ ამას ხელშეწყობა და მუშაობა ჭირდება. შესაბამისი სისტემური მიდგომა. ეხლა დაუშვათ ვიღაცამ რომ ამოიფრქვას ეს და ძალიან დიდი ძალით რომ იყოს ძლიერი, ის მეცნიერ განსაკუთრებით ფიზიკოსი მიდის უცხოეთში და ეს ყველაფერი საქართველოს სახელით არ გეთდება. ამიტომ აქ უნდა დაიწყოს მეცნიერების დაფასება, ძვირფასო ტელემაყურებლობა. ამ საკითხებზე მე ნამდვილად არ ვაპირებდი, როგორც გითხარით საუბარს, მაგრამ რა ვქნათ აბა, თუ ჩვენ არ ვიტყვით მეცნიერები, ისე თქვენ საზოგადოება რას მიხვდებით. მე კიდე მინდა გითხრათ, რომ ძალიან დაბალი დონეა საერთოდ ზოგადი დონე, მე როგორც ვიცი ბავშვობის პერიოდში და შემდეგ უნივერსიტეტის პერიოდში, საერთოდ საზოგადოება ძალიან განათლებული იყო და დღეს ძალიან დაბალი დონეა. არ ვეწყინოს ეს ნამდვილად ასეა დაბალი დონეში მე გულისხმობ არასამეცნიერო მიმართულებით, არამედ საზოგადოებამ არ იცის, ყოველ შემთხვევაში წერა-კითხვა ეს ჩანს Facebook-ზე. ახლა ჩვენ არ ვთხოვულობთ ფილოლოგიურ ცოდნას, ასე საზოგადოება აუცილებლობას არ წარმოადგენს, ყველაფერი სწორად დაიწეროს, მაგრამ ერთი ელემენტარული მაინც წერის კულტურა ხომ უნდა იყოს. ხო, აქედან გამომდინარე, ჩვენ რიგი პრობლემები გვაქვს. რიგი პრობლემები და ამ რიგი პრობლემებს ჭირდება შესაბამისი სპეციალისტი. პირველი კაცი, რომელიც ზემოთ განათლებასა და მეცნიერებას საერთოდ მე ვფიქრობ, რომ პირველ რიგში მეცნიერებისა და განათლების სამინისტრო უნდა იყოს და ამას ყურადღება უნდა მიექცეს. უნდა გააკეთდეს მნიშვნელოვანი რეფორმა. არა ისეთი, რომელიც მე ყოველ შემთხვევაში ჩემთვის წარმოუდგენლად არის ის, რომ მაღალი რანგის ციტირების ინდექსის მქონე მეცნიერები თუ უნივერსიტეტებში არ იქნება, ამბობენ რომ იქნებით თუ რაღაცა ამბობენ ზოგჯერ, მაგრამ რეალურად მეცნიერება არის მნიშვნელოვნად განვითარება მოხდეს, სადაც არის წარმატებული თავად პროფესორი მეცნიერი. მაგათაც ამ შემთხვევაში მე რადგანაც მათემატიკაში კვალიფიცირებული ვარ, ასეთი უნდა იყოს ბატონი თემურ ჩილაჩება. მაგალითად ეკონომიკაში რომ არავის არ ეწყინოს პაპავა და ასე შემდეგ. ყოველ შემთხვევაში ძალიან ბევრია ჩვენთან ისეთი დარგის სპეციალისტები მათემატიკაში, ფიზიკაში, ქიმიაში, ბიოლოგიაში, ეკონომიკაში, რომელთაც ხელშეწყობა ჭირდება. არა ხელოვნურად ადგილების შემცირება, არამედ პირიქით მოტივაციის გაღვივება, რასაც აკეთებს თურქეთი. თურქეთი გასვლის სამეცნიერო ღონისძიებებს რამე ქვეყნებში, რომელიც მე გითხარით, ოქსფორდი, ჰარვარდი, კემბრიჯი ატარებს. მოკლედ, ძვირფასო ტელემაყურებლებო, დღეს ამით დავასრულოთ ეს გადაცემა, დროებით გემშვიდობებით. შემდეგ გადაცემა სხვა თემით გავა, იმიტომ რომ კრეტაზე მივემგზავრებით ჯგუფი და 7-12 მაისი სამეცნიერო ექსპედიცია მიმდინარეობს კრეტაზე და დოკუმენტურ ფილმს წარმოვადგენთ ამასთან დაკავშირებით. კარგად ბრძანდებოდეთ, ბედნიერად.